ყველას დილამშვიდობისა. ჩემი დივა დაიწყო ესე. როგორც კი ხმას იგებენ, ეგრევე იწყებენ ჭყებინს. აქამდე ჩუმად იყვნენ, როგორც კი ჩემი ხმა გაიგეს, ეგრევე დაიწყეს ჭიკჭიკი. გესმის რემონტის ხმა? არა, ესე ვიდეოს შეშალწე. შედები ხართ. ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დავიწყებ ახლა ამ ვლოგს. იმედი მაქვს, რომ შუა გზაზე არ გადავდებ და არ დამავიწყდება. გავაგრძელო გადაღება და ბოლომდე მივიყვან. იმიტომ რომ ბოლო დროს ცოტა გადავეჩვიე ვლოგების გადაღებას, იმიტომ რომ ყოველდღურად არ ვიღებ და ამან რა თქმა უნდა გადაჩვევა იცის. ხო და ეხლა როგორც ხედავთ, მოვწესრიგდი, მოვემზადე და მინდა რომ ჩავიდე მაღაზიაში, რაღაცები მაქვს საყიდელი, აფთიაქშიც მაქვს რაღაც საყიდელი და დღეს მინდა ბორში გავაკეთო. ოღონდ ეს არ იქნება ჩვეულებრივი ბორში, ეს იქნება ხორციანი ბორში და რა ვიცი, როდის გავაკეთებ, იმიტომ რომ უკვე ისედაც კაი ხანი გავიდა, ძალიან ფეხს ვითრევდი გასვლაზე, იმიტომ რომ ძალიან ცუდია. მოკლედ, გარეთ არის თოვლ-ჭყაპი, ეხლაც თოვლს თუ წვიმს ვერ გამიგია. თუმცა დღეს უკვე გაზაფხული დადგა, 1 მარტია, ყველას გილოცავთ, გისურვებთ რომ ბედნიერი გაზაფხული გქონოდეთ და ზოგადად თქვენი ცხოვრება ყოფილიყოს გაზაფხულივით მშვენიერი და ლამაზი. ოღონდ ესეთი არა ეხლა რო არის გარეთ, ესეთი კლასიკური ნამდვილი გაზაფხული დამდგარიყოს ჩვენი ყველას ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, კარგი გაგებით ხო, ყველანაირად გაზაფხული ძალიან მიყვარს, მაგრამ არა მარტი. ყველაზე მეტად მარტში ცივა ხოლმე, მე თუ მკითხავთ, ზამთარში ისე არ ცივა ხოლმე, როგორც მარტში. ხანდახან ზოგიერთ დღეს და ხანდახან კიდე შეიძლება ისე დათვეს, რომ ზაფხულს არ დაესიზმრება. ასე რომ ასე მეგობრებო, ამასაც გადავივლით და ეხლა მე წავალ ბორშისთვის რაღაცები მაქვს საყიდელი. კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მოკლედ თითქმის ყველაფერი, რაც ბორშს ჭირდება, არაფერი არ მაქვს სახში, მარტო ხორცი მქონდა და რატომღაც გადავწყვიტე ხორციანი ბორშის მოსაძება. არის და ინგრედიენტები არ მქონდა, ტომატიც კი აღარ მაქვს, ასე რომ ეხლა ჩავალ და ვიყიდი ყველაფერს და დავიწყებ მომზადებას და დღეს თუ არა ხვალისთვის მაინც გვექნება, მაგრამ დღესაც კი მოვასწრებთ, ვისაც მოუნდება გასინჯვა, მაგრამ ძირითადად ხვალისთვის მოვამზადებ მაგას. დღეს გვაქვს სადილი და შემიძლია საღამოს გავაკეთო, ამიტომაც არ ვჩქარობ. არა. აბა რა ვიყიდე დღეს? ვიყავი საყიდლებზე დილიდან. დღეს როგორც ვაკეთებ ბორშს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიყიდე კომბოსტო. ჭარხალი გქონდა, მაგრამ დავამატე კიდე. ისედაც ვჭამთ ხოლმე, სალათებს ვიკეთებთ ხანდახან. ეს ბერძნული იოგურტი ატმის, ესეთი მაწონი ვიყიდე. ასევე ხაჭო, ესეთი. და ესეთი 4 ცალი გალინა ბლანკა მინდოდა, მაგრამ დოშირაკის იყო. მოკლედ აი ესეთი, რა ვიცი, ნახოთ, იმედი ესეთი კარგი იქნება. ტომატი აღარ მქონდა, როგორც თქვი, ესეთი პატარა ვიყიდე ჯერჯერობით. ეს მაკოფე დამაბარა მარიტამ, მაგრამ არ იმაში ზღაპარში დამაბარა. ხილის მაკოფე, მაგრამ ზღაპარში ვეღარ გავედი და ამიტომ ლიბრეში რაც იყო ის წამოვიღე. აქ სტაფილო გვაქვს, თან თითო, აქეთ ჩამოვძანდითო. ესე იგი ხლები უნდა მეთქო, პური, ლიმონი, ესეც ბორშისთვის და ისედაც ჩაიზე. დიდი ხანია ლიმონიანი ჩაი არ დამილევია.
და მოკლედ აი ესეთი საყიდლები გქონდა დღეს მეგობრებო და ეხლა დავიწყებ ბორშის მომზადებას. ახლა შეჭამ ხორციან ბორშს. არ ვიცი ხა რამდენი ხანში იქნება, მაგრამ დღეს აკეთე. როცა ეხლა ვაკეთებ ხო და თუ მოვასწარი სანამ თქვენ გშიათ ხო მოვასწარი თუ არა და რამეს ხო შეჭამეთ და ხვალ გემრიელად მირთმევთ თან საღამოსოც შეგიძლიათ რა ვიცი. რა კაი ქენი რო ხორცი მანამდე დავჭერი და ისე შევინახე საყინულეში მოვამზადე. ეხლა მაგაზე დრო აღარ დამიხარჯა დაჭრაზე და კიდე დღეს ხარშავ ახალ ქვაბში, ეს ქვაბი ჯერ არ გამომიყენებია. ესეთი საგაზაფხულო ქვაბი მაქვს. იმედია ვინმე არ მეტყვის ბორს რა უნდა ემალის ქვაბში და გავგიჟდები. სანამ ჩვენი ხორცი იხარშება, მე მოვამზადე ინგრედიენტები, დავჭერი ყველაფერი და რაც სჭირდება ბორს, წინასწარ მოკლედ გავიმზადე. ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, კომბოსტო, ჭარხალი, კიდე მეორე დამატება, ტომატი, ნიორი და გალინა ბლანკა. ეგეც ჩავნაყე, როგორც სუნელი, ისე დავამატებ. ეხლა ველოდები ხორცის მოხარშვას და დავიწყებ ნელა ყველა ინგრედიენტის დამატებას. მოკლედ აი ესეთი ბორში გამოვიდა. ეხლა უყანესიეთ ჩავაყრით, ხორცებიც აქვს, აი და ხორცებიც აქვს. კარტოფილებიც აქვს, მოკლედ რაც საჭიროა, ყველაფერი აქვს. რაც თავია წითელი, რაც თავია ხორცია. ხო და წითელი. ეხლა ჩავაყროთ მწვანე და всё. დესერტად გადავწყვიტე მომზადებინა ესეთი ქიშმიშიანი კექსი. თავიდან შესვლა მეზარებოდა სამზარეულოში და მერე გამოსვლა აღარ შემეძლო. მივყევი და მივყევი. მოკლედ ესეთი კულინარიული დღე მქონდა. მეგობრებო, ეს კი ის პირველი ნახატია, რომელიც უნდა დაეხატა მარიტას. წინა ვლოგებში გაჩვენეთ, როგორ ვიყიდეთ მოლბერტი და მარიტას დეიდამ რომ მაჩუქა ეს ტილო. მარტიმ გადაწყვიტა დაეხატა ესეთი ულამაზესი ზღვის პეიზაჟი და ვფიქრობ ძალიან კარგად გამოვიდა. მით უმეტეს პირველი ჯერისთვის. არ ვიცი, მე ვგიჟდები ამ ნახატზე. ეს ტალღა ძალიან რეალისტიკურად მოჩანს, აი პირდაპირ გამახსენდა როგორ ვზივართ ხოლმე შეკვეთილში პლაჟზე, სხვა შორის ძალიან გავს შეკვეთილს. ესეთი მუქი ქვიშაა თითქოს და იქაც ესეთი კაფიანი ტალღები არის ხოლმე ესე რიგებად ჩაწყობილი და ძალიან მომწონს ეს ნახატი, ყველას ძალიან მოეწონა. მოლბერტიც როგორც ხედავთ ძალიან ნაბრძოლია და ეხლა დამჩენია რომ ვიყიდო ჩარჩო და ჩამოვკიდო ეს ნახატი რომ გაალამაზოს ბავშვების ოთახი და უკვე გადავა შემდეგ ნახატზე. როგორი საჩუქარი მაჩუქეს ჩემო გოგოებმა სამარს. და ძალიან გული სამაჩუყებელი წერილიც მოაყოლეს. ესეთი ტკბილი საჩუქარი მომართვეს. სამარ დღამის 12 საათზე ზუსტად. მადლობა. დედიკოსაც მივულოცე. მე ხა ვიყავი, ვნახე ჩემი დედიკო. რა თქმა უნდა, ვყიდე თაიგული, ტკბილეული და გავყევი კიდე ერთ ადგილას, მოკლედ რაღაც საქმეები გქონდა და ეხლა ვარ სახლში. დღეს ესეთი მზიანი ამინდია. მოკლედ ჩემი ვლოგი გრძელდება. მარიტას კიდევ ვყიდე ესეთი სამხატვრო ტილოები, ესეთი 4 ცალი. ნახოთ ამჯერად რას დახატავს და კიდე სჭირდებოდა ესეთი თეთრი ზეთის საღებავი. ეს უფრო ხშირად სჭირდება ხოლმე და ესეთი ფუნჯი, ესეც სჭირდებოდა. ასე რომ დაველოდოთ მარიტას ახალ ნახატებს. აბა, მარტის პროდუქტები, მეგობრებო. ამჯერად კვერცხი
აი ესე დიდი შეფუთვით ვისწავლეთ ჭკუა მე მგონი. აი მე რამდენი ვარში უყიდია მარიტა. ორივე შოტი ვარში. მე ჯერ ამის თურმე ორია. სამი შოთი. სამი, ეხლა კიდე მოიტანს ალბათ. ეს ის არის ქლიავის შირი, კარტოფილი, თევზი, ეს გაყინული პროდუქტები, რები, აბა, თევზი, ფილეები. მოდი კარგად ვნახოთ. ესე იგი, აი ესეთი თევზი, ესე თქობა ხეკია. მგონი ხეკს გავს. თევზი, ეს რა არის? ბარკლები იყიდია. ბარკლები. და ფილე. აქეთ სასუსნაოები. ბაქარი. ხორცი. აქეთ ფარში. ბანანი. აქეთ ესეთი რაღაცეები. მოდი კიდე რაღაცები. უი, თხილეული. და კაია, რამდენი რამ მიყიდა. მიგოზი. მიწის თხილი, ლობიო, ქიშმიშები. ოსპი, მართა ნახე ოსპი. ხა გვაქვს. აბა მოდი ესენი იოგურტები. კიდე იოგურტი, კეჩუპი, ახლა დიდი კეჩუპი. ნახოთ, აბა იმედია გემრიელი იქნება. ხო, ეს კიდე ერთი. ეს ცოტა სხვანაირია. პაპა ფსიხანულკაჟ. ჟავე კიტრი. და კაია ჟავე კიტრი. თქვენ ბოლოს დაიწყო. ხო, მე სულ მიყვარს ჟავე კიტრი. მე ეგრე დანა, მაგრამ ზოგადად მოსუხდები. ჟავე კიტრი. იოგურტები, თქოს ეს იოგურტები მე მიყვარს ძალიან მომწონს. ხშირად ხოლმე ამას. ეს რა არის? მალაკო. 3. რა უცნაური მალაკოა. 2%. და ნახოთ გავსინჯოთ. არაჟანი, ეს კაია დიდი რო იყიდა, იმიტომ რომ სულ რაღაცას ვაცხობ ხოლმე. არაჟისგან. მაწონიც კაია. მე მგონი ყველაფერი იყიდა სიდან. მე კიდე გადავხედავ, მაგრამ მე მგონი რომ იყიდა. რძე კიდე ერთი მარიტა. შენ გავს ეს კოკო. მე შენაირ გძელი თვები აქ. და ჩაის როსოს. ყავას. ზიან ყავას. ეს რაღაც ნუტელა. ხო, ეს მე მგონი გემრიელია ადრე ბიჭამი. რაღაც მეცნობა. ეს კარგი ჩანს ტომატი. ეს ალბათ თავსუხური. აქეთ კიდე ორი იოგურტები გამანდევია, მოკლედ. აბა სასუსნაოები მაგრამ შენ საყვარელი ისაა. ეს ყველასება. ეს განხოდა. ეს ნეტა როგორია, რაღაც კამფეტები იყიდა. ნახე ეს овсянка უყიდია ესეთი. ხო, მაგრამ იმით ჩერნასლივ რა ქვია მაგას ქართულად, შავი ქლიავის შირით. ქვილი, კარაქი, ბარმაცურში ჩოდე. მაიონეზი, ამ მაიონეზით ერთი დღე ოლივიე მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ გავახიც მაქვს. ხო. ეს რა არის საქარი? ხო, საქარი. კიდე საქარი. სგუშონკები. შედე? სგუშონკები. ყველის соуსი, ეს ნატალის უნდოდა რამდენი ხანია მეუბნება მიყიდეო და სულ მოვიწყდებ. ახლა დავაბარე ლაშას, აქ ხდება, ხო ეს უკვე
ნახეთ, აქეთ ნუ მოკლედ ვაშლი ძალიან ხშირად გვჭირდება ხოლმე საყიდულო. ლაშას მოკლედ უკვე ვაში სამ თვალს ჩაება. ლაშა მოკლედ ისტერიულად იყიდა ეს ვაშლი. დაანებური. აი და ყოველდღე საყიდელი ყოველდღე ცოტა-ცოტა ვყიდულობ და უკვე მართლა ყელში ამოუვიდა იყო. მეც ხათაშორი. ყოველდღე ვაში და აჰა ვაში. სად მე მგონი კაი აბა აქრებია კარგად ვიქით. ესე იგი ქიშმიში მარიტა. ოსპი მარიტა. ლობიო. ჭადის ქვილი. რა კაია. ესე იგი შეიძლება უკვე ლობიოს გაკეთება. ჭადის ქვილი არ მქონდა და ლობიოს არ ვაკეთებდი. ეხლა გავაკეთებ. მიწის თხილი. მიწის თხილი ბევრია, ძალიან კარგი. ეს რა არის? ის იყიდა პოპკორნი. და ნიგოზი. ანუ ბაჟეთს გვექნება ან რაიმე ნიგზიანი. მოკლედ, ლაშა გავაგზავნე ნავთულში. რაღაცეები დავუწერე, რაღაცეები კი არა. აი ამ ხელას სია ძალიან დიდი. მე მგონი ჯერ ყველაფერი არ მომტანია, კიდე რაღაცეები მოაქვს. ქიმიებიც დავაპარე, შამპუნები და რაღაცეები და არ ვიცი, ვნახოთ თუ ამოიტანს. თუ არა და მე კარფურში მოგვიდეს გასვლა ერთად უკვე. აი ყველი შეხედე, აი ყველი იმერო. ხაჭო რამდენი ვიყიდია. აი შემოვლილი სულ. აი სულ. აჰა, მიდის ნო, იგულა. კაი. ესე იგი ესე იგი შებოლილი ყველი გვაქვს, ჩვეულებრივი გვაქვს, ჩვეულებრივი რა იმერული, სულგუნი და ხაჭო, რა სწორია. მაგას ლაშა, აი ტოჩკას მიაგნო. ნახში. ამას შეხედე, აფოცია, ამას შეხედე, ლაპარაკი, ხოცი, ნახე, ხოცი. ამას შეხედე, ფარში გელაპარაკება, კატლეტი გინდა, უთა გინდა, რა გინდა, ყორმა გინდა. რა კაი ბიჭი, რა კაი რაღაცეები იყიდა. ამას შეხედე, ნახე, ხატი ბადლები გინდა, ხათამი, ფილე გინდა, თევზი გინდა. იდი, იგულა. მეც ახლა კიდე რა მოიტანე. ის რეებია, ხახვი და ნიორი, ბულგარულები. ყველანაირი მწვანე და წითელი. ეს ბულგარული ძალიან ხშირად ჭირდება, როგორც ვაშლი ისე ჭამს მარიტა. ვაშლი მეც მიმაჩვია. ვაშლი ვიდრე უსიგია, ხო. ვიცი ხო რა იყო ტიფსიხანი? ვაშლი, აგე ვაშლი. უი რა კაი მწვანილებია, ქინძიკამა, პეტრუშკა და ხახვი, ხო? ხო და ეხლა ჭადიც ხო გიყიდია, ლობიოც გიყიდია, მწვანე ხახვი, ეხლა გახეული ეკა. ზაში გამიხოდა. ეხლა ცოდო არ არის, ლობიო რო არ გავაკეთო? მოკლედ ყველაფერი იყიდა, მარტო ქიმიიდან დარჩა რაღაცეები საყიდელი. მაგას მე მეთქი გავვალ და ვიყიდი, რაც დარჩენა მთავარი რაღაცები იყიდა. ეხლა მე უნდა შევალაგო, დავასორტირო ყველაფერი. ეს ხორცი მოკლედ უნდა დავჭრა ნაჭრება, წინაზე ესე დავჭერი და ჩემთავს მე მადლობა ვუთხარი. ეხლა უნდა ჩავიცოდე ნატალის წამოვიყო, ანუ დღეს მარიტა ადრე გამოვიდა. ხო და ერთად ვეღარ მოვლენ, ამიტომ მაინც წყალი მაგის დამარებია და წავალ. აჰა, უი, კომბოსტოთან დიდი, ამით ტოლმას გავაკეთებ მერე. სტაფილოები და უი, ბადრიჯანი. რა კაია, მე მგონი ბადრიჯანი არის კიდე. ანუ ნიგზიან ბადრიჯანსაც გავაკეთებ. არ არის, რაც ვერ მახე და ამიგიდი. რა კაია. მიახარდე ხა ხო მთელი ხელფასი. აი, მეხოცებოდა აღარ შემოვედი უკვე რა გვარები ხოლმე. აი გოგო, ბადრიჯანი. მარტის ხელფასი მეგობრებო. ბადრიჯანი და ბულგარული, ის როგორც ხორცი, მაგინდა დავატირდა. ნოდიან ბადრიჯნის შეხა, ხორცი ჩავოსა, მერვეთი რა. ხო, იმიტომ რომ ხა სეზონი არ არის. რა უქნა შენ შულს სეზონი კი არა, რაღაცა ირანიდან ჩაიგეთ, აღარ მოდისო და თუ გეთო კიდე გავაზვირავო და რა უქნა. ცნო და 10-12 ლარი გადამახდელი ბადრიჯებში და ბულგარული. ხო და შენი შვილები ბულგარულს უფრო ჭამენ ვიდრე ხორცს. მე და სულელები არ არის, რა გავაკეთო? თორშტილი რო არა. და ბადრიჯანს. სადა ეცაივაში მომის გავიყო რა. აი, ეს დავტოვე. დანარჩენი ბალკონზე გავაკეთე. აიტა. ფუჯი. ფუჯია? აი ფაში მოგწევ, წაიღე. ფუჯია? აუ ვიღებ. აი, ყუთით ხო? აკარი.
რანაირად წამოიღე ამდე? აუ შევუყდები, ნიდი. ყოჩ, კაი ბიჭი. მეგობრებო, მოკლედ ნატალი გავაცილე სკოლაში. ეს ტელევიზორი რატომ ჩართული? დღეს მარით არ წავიდა, მაგიტომ მომიწია. წაყვანა მე გაცილება. მოკლედ ნატალიკო გავაცილე სკოლაში და ეხლა თქვენთან ერთად დავაანბოქსინგოთ რა ვიყიდე. შევიარე მაღაზიაში, როგორც გუშინ აღნიშნე, ქიმია დაგვრჩა საყიდელი და მაგაზე უკვე მე წავედი და ვიყიდე რაღაცები, რაც აუცილებლად მჭირდებოდა. ეს სხვათა შორის მეგონა რომ თბილი ამინდია, იმიტომ რომ მზე არის და ჩავიცვი ესეთი ჟილეტი, მაგრამ ნულას უკაცრავად ისეთი ქარია და ისეთი ცივი სუსხიანი ამინდია, რომ რა ვიცი, ამიტომ მზემ არ უნდა მოგვატყუოს. თორე დავცივდებით, ახლა ესეთი რა ვიყიდე. ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავი, შეგვიძლია ხარით დაჩვენე აი ამ მაღაზიაში. ხო და ეგ მაღაზია მომწონს, ბევრი რაღაცაები აქვს, ძალიან ცოტა ესე გავხსენი პარკი რო არის შეაშუნოს ძალიან და მოკლედ ხშირად შევდივარ ხოლმე. ბევრი რაღაცები აქვს ხოლმე, ხშირად აქციებიც აქვს ხოლმე და მოკლედ. აი ესეთი რუბლები ვიყიდე აბაზანისთვის. ფეირი ვიყიდე, ფეირის სალფეტკები, სხვათა შორის მომეწონა ძალიან. ეს პირველად ვიყიდე მაშინ ამერიკულ საწყობში და ძალიან კარგად ვიხმარე, ისეთ რაღაც ლაქებზე და რაღაცეებზე, სამზარეულოშიც, აბაზანაშიც, აი რაღაცა უცებ დაიღვარა იატაკზე, ძალიან კარგად წმინდავს ყველაფერს და რა ვიცი, ხანდახან რომ ეზარება ხოლმე იმის სტილოს აღება, მე გარეცხვა და რაღაცა, ეს ძალიან კარგად მოდგება და ძალიან მომწონს. უბრალოდ გამიკვირდა ის, რომ ამერიკულ საწყობში რომ ვიყიდე 12 ლარი ღირდა, მე მგონი ხაც ესე ღირს და ამ მაღაზიაში 6.5 ლარი. ხო და რა ვიცი, აბა, ამის მერე ალბათ აღარ ვიყიდე იქ. ესეთი ჰაერის გამწმენდი აბაზანისთვის. ეს არ ვიცი, ესეთი საშუალება ვიყიდე, არის აწერია რომ არის უნივერსალური და მოკლედ იატაკების საწმენდია, ყველანაირი, მე მქონდა ლამინატის საწმენდი, მაქვს ბაგის, მაგრამ არ მქონდა იმის მეტალახის და მეტალახის საწმენდს ვეძებდი და ეს რა ვიცი უნივერსალური არისო და რა ვიცი, აბა ვნახოთ, აი ესეთი ჩის წინ აწერია და ვნახოთ, აბა საკმაოდ იაფი ღირს და მოვსინჯავ თუ მომეწონება, ძალიან კარგი იქნება. ესეც რაღაც საპონი თხევადი, ესეც აქციაში იყო და ეს მე მგონი არ იყო აქციაში, ეს 2 ლარი ღირდა და ეს 2 და რაღაც. ძველი საფეთქები, ესეც აუცილებელია რომ იყოს ხოლმე სახლში. ესეთი ტილო ვიყიდე, არ ვიცი, ჩემს მე თუ ამ რემონტებს ველოდე, ხა როდის დაამთავრებენ, ვერასდროს ვერ გადავიღებ ვიდეოს, ამიტომ მაპატიეთ ჩემი ძვირფასებო ესეთი ხმაურისთვის, მაგრამ რა ვქნათ, ახალი კორპუსია და სულ ესე რემონტები არის და ამიტომ ნორმალურად ვიდეოს ვერ ვიღებ, მაგრამ აღარ უნდა მივაქციო მაგას ყურადღება, სხვა გზა არ მაქვს. მოკლედ ესეთი ზომა არ ვიცი, სწორი ვიყიდე თუ არა, იმიტომ რომ ამას წინათ გამოვიწერე თემუდან და პატარა ზომები მოუვიდა ჩემს პოლისჯობს, მე მგონი გავცირდი მეგობრებო, მოკლედ პატარა მოუვიდა და ეს არის 45 ზომა. იყო კიდე 40-50, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის სწორი ზომა და თუ სწორია, მე კიდე ვიყიდი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამ პოლისჯოხების არ მომწონს ის, რომ აი ესე მიეხევათ ძალიან ხშირად აი ესენი და მე ვერანაირად ვეღარ მიაკერებ, იმიტომ რომ ეს ირღვევა და არ მომწონს. ეხლა ალბათ უკვე ნაირ-ნაირ პოლისჯოხებია გამოსული ძალიან
სხვადასხვანაირი და უფრო მარტივი გამოსაყენებლად, მაგრამ მე არ ვიცი რომელი ჯობია. დამიწერეთ თქვენ როგორი პოლისჯოხები გაქვთ, ესეთი ახლებური და მართლა არის თუ არა. მართლა არის თუ არა კარგი ხმარებაში. მოკლედ, ეხლა მაქვს ესეთი და ნახოთ, ეს არის ხსაბნები, ხშირად ჭირდება ხოლმე ტილოებს რეცხავ ხოლმე ძალიან კარგად რეცხავს. ის ვიყიდე, რა ქვია, ნაგვის ტომარა, ნეტა როგორია, ხა ძალიან დიდია თუ ძალიან პატარა თუ ნორმალური, არც ვიცი. უი, ეს ძალიან დიდია. ახლა რაც მინდა. მე მეგონა ის ქონდა. ხო, აი ამას არ შევხედე, აი უნდა შემეხედა ამისთვის. ნახეთ როგორ უჭირავს. აი ესე უჭირავს ხელით და მე ეგეთი არ მინდოდა. მე მინდოდა ისინი რო აქვს, ხო, იცით, ესეთი რაღაცეები და ესე მოსაკიდებლები რო აქვს და თან ცოტა პატარა მინდოდა. მოკლედ ვერ ვისწავლე რა ამეების. მოკლედ არა უშავს ესეც რამეში გამომადგება და ეს ვიყიდე ესეთი салфеткები. სამზარეულოში ესეც გამითავდა ერთი მქონდა ძალიან დიდი რომ არის, მაგრამ მე ჩემია ესეთი ორი შედარებით პატარა. და ეხავე ჩავსვავ ესე ჩემს ლამას ჩასადებში. მე კი თეთრი მინდოდა, მაგრამ ამას აღარ მივაქცია ყურადღება. ესეც წავა რა უშავს ნახატებიანი. ჩემნაირი ზედაცი ამ გოგოს. მეგონი მე ვარ. ეს რაც შეეხება ქიმიას, არ შეიძლება კიდე რაღაცები დავამატო მე ესე ძალიან ბევრი რაღაცის ერთად წამოღება ხულია. და ამიტომ ესე ნელ-ნელა კიდე ვიყიდის რამე დამჭირდება. სანაჩინი ასეთი გვაქვს ჯერჯერობით. მე შევიარე ლიბრეში და ვიყიდე კოკა-კოლა. ეგდოს მაინც სახლში. ესეთი ბარამბო ჩემი საყვარელი შოკოლადი ძალიან მიყვარს და აქციაში იყო 3 და რაღაც ვირდა ესეთი მთლიანი თხილებით არ ვიცი თუ გაგრძელდება აქცია მე კიდე უნდა ვიყიდო ვინანე რომ უფრო მეტი არ ვიყიდე იმიტომ რომ ხშირად არ არის ხოლმე ესენი ხშირად არ მხვდება თვალში და ეხლა აი დავინახე და ძალიან მიყვარს ესეთი მთლიანი თხილები აქვს და ბევრი და აი გიждები ვისაც გიყვართ მთლიანი შოკოლადი აი რა ვიცი ძალიან გემრიელია ეს პური ძალიან ბოლო დროს ეს პური შემიყვარდა ხშირად ყიდულობ ხოლმე შავი პური ესეც მარტო ლიბრეში მარტო არ ვიცი მაგრამ ლიბრეში იყიდება და ორნაბიჯში მაგალითად არა ეს პური სწორედ ლაშის უყვარს ესეთი რბილი როცა ოღონდ ახალი გამომცხვარი როცა არის და ეს ცოტა შედარებით რბილი არის იმედია რომ ახალი არის გუშინ წინ ვიყიდე ახალი პირდაპირ ჯერ კიდე თბილი იყო და ისეთი გემრიელი იყო ხო და ვერიდები ეგეთ ახალ პურებს იმიტომ რომ მე ძალიან გემრიელად მივირთმევ ხოლმე არა და პური მინდა რომ ნაკლებად ვჭამო მოკლედ მეგობრებო ესეთი საყიდლები მქონდა დღეს და გუშინ ასე თუ ისე მარტის თვეში პროდუქტები და რაღაცები გვაქვს დღეს ვფიქრობ გუშინ ბადრიჯანიც ხო იყიდა და ეხლა ვფიქრობ ეს ბადრიჯანი ბარემ ხო არ მოვამზადო იმიტომ რომ მე არ გაფუჭდეს მალე ფუჭდება ძალიან და ვფიქრობ ნიგზიან ბადრიჯანს ოღონდ ისეთი არა მაგრამ ეგეთი ხო არ გავაკეთე მაგრამ არა ეხლა ბროწეული არ მაქვს არა ეხლა ბროწეული არ მაქვს მაშინ ბროწეული უნდა მეყიდა აი ბროწეულს რო ვიყიდი მე გავაკეთებ მაგებს მაგნიგუზიან ბადრიჯანს დღეს სხვა რამე გადაიდო ეგ უკვე გადაიდო დღეს უბრალოდ დღეს აღარ ვაპირებ ჩასვლას ეხლა და მაგიტომ პრინციპში ნატალის გამოსაყვანად რო წავალ შეიძლება კი შევიარო მოკლედ არ ვიცი რა სხვა იდეა ჯერ არ მაქვს კიდე კუპატი გვაქვს ეგეც შემიძლია შევწვა და კიდე რაღაცა უცებად უნდა გავაკეთო ხო და არ ვიცი ჯერ ვერ მოვიფიქრე მეგობრებო რაც ნელია ყველაზე მეტი დრო მაგაში მიდის მაგის მოფიქრებაში
აი რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ყველამ გემრიელად მიირთვას, მაგრამ ეგეთი რამე იშვიათია ჩვენ სახლში, რომ ყველამ მიირთვას. ყოველთვის ესე ჯგუფებად ვიყოფით ხოლმე და ორი სადილი მაინც უნდა მქონდეს კაკ მინიმუმ. ხოდა ესეთი ამბები შემოკარგებო და ლამაზებო, მოკლედ მე ვცდილობ, რომ შემოვიდე ისევ თქვენს თვალთახედვის არეში. აი, ეს არის საჭმელი, რომელსაც ჩვენ სახლში ყველა ჭამს. ამიტომ გავაკეთებ დღეს ლობიოს. მოვიფიქრე როგორც იქნა. ეხლა გადავარჩიოთ ლობიო და დავდგათ მოსახარშად. სწორი ზომა მიყიდია, აი ესეთი ის მაქვს რა ქვია პოლის ჯოხი და მოკლედ კარგად აქვს და შემდეგშიც ამას ვიყიდ. ეს იგი 45-იანი მჭირდება ხოლმე, უნდა დავიმახსოვრო. აბა გამოვედი ცოტა ხანი აივანზე. ჩაის დავლევ. წეგან გამოვედი ხალათის გარეშე, მაგრამ მზე კი არის, მაგრამ მაინც ცივა. კისერზე შემცივდა, ამიტომ ხალათი ჩავიცვი. ეკაია. მზეზე. შევცვალე ჩვენება და გადავწყვიტე ბადრიჯნის მომზადება. აი ესე გავრეცხე, მე მარილი დავაყარე, წყალი გამოვწურე და ტაფაზე შევწვი. და ხო პარალელურად ვამზადებ კექსებს, თანაც ორ ნაირს, ერთს ხილისას და ერთს ზებრას. დღეს ესე გავიგიჟე თავი. და მოკლედ გამოვიდა ორივე ძალიან გემრიელი. ესეც ორნაირი კექსი. ეს არის ხილით, კივი, პორტოხალი, ბაშლი და ზებრა. ესეთი. და აი ესეთი ინგრედიენტები ნიგვზიანი ბადრიჯნისთვის. ბროწეულიც ვიყიდე, როგორც ხედავთ და ესეთი ლამაზი და გემრიელი ბადრიჯნები გამომივიდა. ძალიან მოეწონა ყველას. აი, მე როგორი ყვავილები გვაჭექა, მამა. მამას ლამაზი. ლავა. ყვავილები და კაია. სარვამარტი საჩუქარი. ის მოეთომა ის ნიუსკეცა. მგონი აღარ არის უკვე. პოპკორნი და ავატარი. ჩემო ძირფასო გოგოებო, ყველას გილოცავთ რომ ამართ. იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები, ლამაზები და მშვენიერები. მიყვარს ეს დღე და ყველა დღე კი ჩვენია, მაგრამ რატომაც არა, ეს დღეც აღვნიშნოთ განსაკუთრებულად და ყველას გისურვებთ ბედნიერ ქალობას. გუშინ ლაშამ მოგვართვა ყვავილები მე და გოგოებს, აი ესეთი ლამაზი, ყვითელი და თეთრი და ასევე ტკბილეული, მოკლედ ეს მარტი ძალიან ტკბილად და ლამაზად დაიწყო, თუმცა ცოტა შეცვლილი მაქვს ხმა, იმიტომ რომ არ ვიცი გავცივდი თუ რა არის. იმიტომ რომ ხან ცივა, ხან ცხელა, როგორც იცის ხოლმე ამ პერიოდმა და იმედი მაქვს რომ კარგად ხართ. ცოტა დაძაბული სიტუაცია არის ზოგადად და ხანდახან ცუდ რაღაცებზეც მეფიქრება ხოლმე, მაგრამ კარგზე უნდა ვიფიქროთ და არ ჩავიციკლოთ ცუდ რაღაცეებზე. ბოლო დროს რემონტს აკეთებენ ჩვენი მეზობლები ყველა მხრიდან, მე მგონი და იმიტომ
არ გამომდის ხოლმე ესე ვიდეოების გადაღება დღისით. ღამით კიდე საღამოს კიდე ყველა სახლშია. თან ტელევიზორია ჩართული, რაღაც ხმაურია ისა და მოკლედ რაღაცნაირად ვერ ვახერხებ ეს პერიოდი ვიდეოების გადაღებას, მაგრამ არა უშავს. არის რაღაც კომენტარები, რაზეც მინდა რომ მე პასუხი გავცე და არ ვიცი ამ დღეებში ალბათ ჩავწერ ვიდეოს. აი ისევ მოკლედ აკომპანირებას მიწევენ. ხო და მინდა რომ ჩავწერო პასუხები, რაღაც კითხვებიც იყო და გადავდე და გავიდა ეს დრო და უყურადღებობაში არ მინდა რომ ჩამომართვათ, ამიტომ აუცილებლად ჩაგიწერთ პასუხებს, რაც გაინტერესებდათ ესეთ ვიდეოსაც ამ დღეებში შემიძლია. ჩვენი გუშინდელი პოპკორნი ცოტა დამეწვა, მაგრამ ეს უკვე ბოლო მესამე თუ მეოთხე პორცია არის, უკვე დამწვარი, თავიდან უფრო კარგები იყო და მივაყოლეთ ფილმს ავატარს ვუყურეთ. ეს დღეები ავატარს ვუყურებთ, ჯერ პირველ ნაწილს, გუშინ მეორეს ვუყურეთ და ალბათ დღეს მესამეს ჩართავს ნატალის ინიციატივით. მე სულ არ მინდოდა მაგის ყურება, იმიტომ რომ არ მქონდა, არც მქონდა ნანახი და არც დიდად სურვილი არ მქონია. დიდად არ მიყვარს ფანტასტიკის ჟანრი და რაღაცნაირად გადავდე და ესე არ მქონდა ნანახი და მოკლედ ნატალი მაყურებინა. პირველი ნაწილი მომეწონა და მეორე უკვე ჩემი არ არის, ანუ ისედაც არ არის ჟანრი ჩემი, მაგრამ მეორე ხო საერთოდ ეს ომები, უსასრულო ომები, მოკლედ კი ვუყურებდი ვითომ, მაგრამ ტელეფონში ვიჩვი. ასე რომ ხვალ მესამე ნაწილს, უბრალოდ დღეს მოგვიწევს მესამე ნაწილის ყურება. ხო და პოპკორნის ხადრით დღესაც ვუყურებ. თორე ისე დიდად ჩემი არ არის. და კიდე თუმცა ნატალის დალაშას ძალიან მოსწონთ, მე და მარიტას ისე რა. და მინდა რომ მირჩიოთ რამე საოჯახო ფილმები, რა ფილმს შეიძლება ვუყუროთ, ესე ყველამ ერთად, ბავშვებთან ერთად რომ ვუყუროთ, თორე ისე მე დალაშა ძალიან ბევრი ფილმებს ვუყურებთ ხოლმე, ყოველ დღე ხან სერიალებს, ხან ფილმებს, სულ რაღაცებს ვუყურებთ, მაგრამ ყველა არ არის ისეთი, რომ ბავშვებთან ერთად შეიძლებადეს ყურება, ამიტომ სულ ვეძებ ესეთ საოჯახო ფილმებს, ოღონდ საინტერესო რო იყოს და ტელეფონში რო არ ვიჯდეთ ყურების ნაცვლად. ხო და დამიწერეთ რამე ისეთი საოჯახო ფილმები, რა შეიძლება რომ თან საინტერესო რო იყოს და თან 12 წლის ბავშვმაც რო თამამად უყუროს ჩვენთან ერთად.